გამარჯობა სულ მოგესალმებით. ვინც მიყურებთ, დიდი მადლობა სულას. მოკლედ საქართველოში კიმ ჩენ ინის დროება დაგვიდგა რა. კომუნიზმია გაქანებული რა. აი ლიბერალები ხო იძახდნენ კომუნიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. აი ეხლა უკვე ნათლად იკვეთება ეს კომუნისტური გამოხტომები რა. ანუ თქვენ ეხლა ნახავდით მდინარეცის გამოსვლას და მაგის ახალ დეპარტამენტის შექმნას, რომელიც ადამიანებს მოусმენს ქუჩაში და ვიღაცამ შეიძლება ჩივილი საფუძველზე ყველაზე კაი ვარიანტში ჯარიმა დაწეროს და ყველაზე ცუდ ვარიანტში რამოდენიმე თვე ან შეიძლება წელი გააჩნია ვის შევეხებით ციხეში გვაყორყუდონ. მოკლედ ალბათ ბენზინა ოდესღაც რომ იმ ქვეყნად წავა ხალხს ძალით ატირებენ რა ისეთი დრო მოდის უკვე რა თუგი მანამდე დარჩნენ ესე საუბედუროთ რა ძალით აატირებენ ხალხს და იტყვიან რომ ეხლა აი ჩვენი დიდი ბიზნესა დაიღუპა და ხალხო აბა დაიხოკეთ სახეები რა თორე ჩაგითვლით ისეთ საქციელში რომ ამოგაყოფინოთ თავი ციხეში რა ამას რო usmens ადამიანი და კიდე რო იძახის უიდე და რა მაგარი რაღაცები ხდებაო და სხვათა შორის მე ეს რო იყო 17 მაისის აქცია რა ოჯახის სიწმინდის დღე რო იყო იქ უყურე გამოსვლელებს ვინებსაც უყვართ ქართული ოცნება და გიждდებიან რა და გამოსვლელებს უყურე და ანუ აი ისეთი შეფასებები ქონდათ ისეთი საუბრები ქონდათ რომ რაღაცა გრძნობა დამრჩა რომ ან ძალით ლაპარაკობდნენ ან მართლა ეგრე ცხოვრობენ რა ეხლა შეიძლება თითოეულ ადამიანი გამოიყვანო და თქვა რომ აი დედა რა მაგარია ცხოვრებაო რა ხა რაღაცა გარკვეულს ასე თუ ისეთ ფენებში რომლებიც შეიძლება ყოველდღიურად თვალში გვეჩეხებოდნენ მაგათთვის ცხოვრება კარგი იყოს იმიტომ რომ მაგის შვილი დასაქმებული იყოს რაღაცა ისეთ თანამდებობაზე ისეთ რაღაც სამინისტროში რაღაცის მოადგილედ და რა ვიღებდეს კარგად ხელფას რაღაცა კორუფციაშიც იყოს პატარა გარეული ისე როგორ ძალიანაც არ ყვიროდეს და ნორმალურად ცხოვრობდნენ რა ეხლა ხო ნუ მაგრამ მე საერთოდ პირი დამრჩა ღია ესეთ ხალხზე და ესეთ კატეგორიაზე რომ რა პირით იძახიან რომ დღეს საქართველოში ყველაფერი ნორმალურად არის დალაგებული არის გამართულია სიტუაცია სისტემა და ყველა აი სისტემის გამართულობაზე მეცინება ხოლმე რა აი ხანდახან მეცინება რომ აქ რაღაცა ვიღაცამ დრონით რო შემოიფრინოს ან რაღაცა ესეთი რო გააკეთოს ხვალე რო აი გადაწყვიტოს ვიღაცამ რომ მოდი რა ერთი ბალისტიკური რაკეტაც ხო არ მივცხოთ შემთხვევით პარლამენტს არაფერი არ არის რო რამე დაიცვას საერთოდ ზოგადად ეგ შენობა რა არაფერი არ არსებობს რა კაროჩე რა და კაროჩე აი ესეთი თემები გვაქვს და ეხლა კიდე რა უნდა რა მინდა რო თქვა ნუ იქ 17 მაისზე მეუფეშიო რო იყო მეუფე კი არა და უკვე პატრიარქიშიო რო იყო გამოსული მან თქვა რომ აიო მოკლედო ეს აბორტებიო ძალიან დიდი პრობლემა არისო და უნდა აიკრძალოსო არ უნდა იმას აუქნათო რა ქვია დაუშვათ აბორტებიო დემოგრაფიულად ერიკვდებითო კიდე თქვა რომ ჩვენ თუ არ გამრავლდით უცხოელები ჩანაცვლდებიან სხვა ხალხი მოვაო და სხვა ხალხს რომლებსაც თავიანთი შვილები უყვართო და შვილების გამრავლებაზე არიან ორიენტირებულებიო იმათთან ერთად მოგვიწევს ცხოვრებაო და ამას მიმართავს ყველაფერს ხალხს გასაგებია კი გენაცვალე ხალხს მიმართავთ გავიგეთ ხალხმა ვიცით კარგახანია ვიცით სანამდე თქვენს მოსახდრე იყავით თქვენს კარგად იცოდით
მეუფევ თუ პატრიარქოშიო და ყველამ კარგად ვიცით რა პრობლემა არის და ხალხი მაგაზე გამოდიოდა ხოლმე რაღაცებზე ლაპარაკობდა ტელევიზიაშია თუ იმაშია თუ ამაშია მაგრამ არაფერი არ ხდება ყველაფერი ისე კეთდება როგორც უნდა სახელმწიფოს და ეს კონკრეტული რაღაცა ხალხს კი არ უნდა მეიმართოთ პატრიარქო უნდა გაიხედოთ გვერდზე და გვერდზე არიან ადამიანები რომლებიც ზიან სათავეში ქვეყნისა და რომლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად ხდება ეს ყველაფერი. ხალხი რა შუაშია გამარჯვებული. ხალხმა რა უნდა გააკეთოს, მითხარი რა ხალხმა რა გააკეთოს. ხალხი აღარ არის საქართველოში და ვინები რა უნდა გააკეთოს. ისინი გამოიყვანოთ ინდოელები თუ ვინები. არ არსებობს საქართველოში რომ ხვალდაზეკ რაღაცა რომ მოხდეს და მართლა რომ ამათმა ისეთი სიგიჟეების კეთება დაიწყონ, რაც სააკაშვილმა გააკეთა დაუშვათ და პირდაპირ ნახადო ქუჩაში რომ ხალხი ხოცონ, ვერ გამოიყვან ხალხს რა. არ არის და რა უნდა გამოიყვანო, ყველა გასულია, დამტყდარია საქართველოდან, წასულია. და გაიხედე გვერდზე და იმათ უთხარი რომ შენ რო იჯექი და რო ზიხარ შენ უნდა შეცვალო შენ და ზოგადად მე ამ სიტუაციაში ჩემთვის აი ამ მომენტში ხო ეხა პატრიარქი ხო ეხა ყველაფერი უფასურდება ხალხო რა აი საუბრობდით როგორც პარტიებიც უფასურდება, პარტიების ლოზუნგებიც უფასურდება, როდესაც ერთი და იგივეს ყვირიან და არაფერი არ კეთდება და მაინც ერთი და იგივეს კეპნიან და ამ ერთი და იგივეს ძახილში უკვე გადის თაობები იცვლება, თაობები კვდება, ახალგაზრდები იხოცებიან ზოგი ავარიაში, ზოგი ისე, ზოგი ასე და ის კონკრეტული გინდა პარტია აიღე, ადამიანი აიღე თუ ვიღაცა აიღე სანამდე შენს სიტყვას აქვს ეფექტი, მანამ უნდა იმოქმედო. როცა უკვე შენ რაღაცა ხანგრძლივ ეტაპზე გინდა რომ რაღაცა პოლიტიკური სიტუაცია წარმართო და ვერც მართავ, იმიტომ რომ რაღაცა თლად ბოლომდე ხალხის მხრიდან არ აქვს ლეგიტიმაცია. ნუ უკვე შენი სიტყვაც უკვე უფასურდება რა. და ანალოგიურად ეხლა ილია მეორე როცა იყო პატრიარქი და როცა აირჩიეს ის პატრიარქა დანგრეულ ქვეყანაში, მისი მოსვლა იმაში რა ქვია, ეხლა მე საერთოდ მაშინ დაბადებული არ ვიყავ, მაგრამ მისი მოსვლა მე დარწმუნებული ვარ იმ თაობისთვის, რომელი თაობაც აი ესეთ გაურკვევლობაში ცხოვრობდა, იყო რაღაცა ერთ-ერთი ეფექტი და ამ ეფექტის საფუძველზე იმიტომ შეიყვარა ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ადამიანი, რომ აი თუნდაც ეკლესიები ააშენა, ავტოკეფალია, თუნდაც ძალიან ბევრი რაღაცეები გააკეთა, სამრევლო სკოლები გახსნა, თუნდაც 2008 წელს ძალიან დიდი როლი შეიტანა რომ ცხედრების გადმოსვენებაში და ასე შემდეგ და ხალხს უყვარდა ეს პიროვნება და აფასებდა, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ეს პიროვნება, ეს ლბობიერი, უსაყვარლესი, უთბილესი და ესეთი ადამიანი იმ კონკრეტულ მომენტში იყო საჭირო ხალხისთვის, რომ ხალხს შეეყვარა. ეხლა ხალხო მეგობრებო, დღეს აღარ არის ეგ სიტუაცია, რომ ანალოგიური ტექსტებით, სიტყვებით და კოპი-პეისტით გაგრძელდეს თუნდაც საპატრიარქოს მოღვაწეობა და პატრიარქის მოღვაწეობა რა. მე თუ მკითხავ, თუ კი თლიანად პატრიარქმა ჯერ შიგნით არ დაიწყო რაღაცეების წმენდა, რაც გასაწმენდი არის, შიგნითაც გასაწმენდი არის და მეორე თუ კი არ დაიწყო ნათლად მხილება სახელმწიფო ძალისა თუ რა ნაგავში ამყოფებს ამ ხალხს, სადავართ, სადუბანაობთ, სად გვძინავს და ზოგადად რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ ვიცი, რავი, არაფერი არ შეიცვლება რა.
არაფერი არ შეიცვლება რა და მოწოდება იმისა რომ ხალხო აბა თქვენ უნდა შეცვალოთ და მერე ჰოპ უცებ ჩვენ კარგად ვიცით ეგეთი რაღაცები პრაქტიკაში კარგად გქონიათ მაგალითად რომ LGBT თემებზე და მერე უცებ ვიღაცები რომ ჩაჩოჩებულან უკან გარკვეული ღვთელმთავრები და ხმა გატრონული რა და ხალხი ციხეში ამომპალა კაცო ამოალპეს ხალხი ციხეში და ხალხი გატრონული და უცებ დემოკრატია გვინდა და ის როგორ არ ძალადობა არ შეიძლება და რაღაცა ესეთი მამაოების მხრიდანაც და მაღალი სასულიერო იერარქიის მხრიდანაც და კაცო თუ არ დაიწყე რადიკალური ისეთი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფო მართლობის მხილებაზე არაფერი რა ანუ იქნება ჩვეულებრივად მე ესე ვფიქრობ რა ჩემთვის უსაყვარლესი და პატივსაცემი არის ილია მეორი დღემდე ეგრეა და რავი აი ვაკვირდები ეს ახალი პატრიარქი რა როგორ არნაირად იქნება რას წარმართავს როგორ ჩაუდგება საქართველოს ეროვნულ საკითხებში და სადავეებში როგორ მიაწვება ხელისუფლებას როგორ ჩაერევა ხელისუფლებისას პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობაში და ასე შემდეგ რა მე ამ ყველაფერს ვაკვირდებ თუ კი დავინახავ რომ ეს ადამიანი რა თქმა უნდა თავის თავს წირავს და თავის თავს რაღაცა საფრთხის ქვეშაც შეიძლება აყენებდეს საქართველოსა და ხალხის გამო რაზეა საუბარი კაცო არც ერთი წამით არ უნდა იფიქროს პატრიარქმა რომ მარტო დარჩება ყველაზე დიდი ხელისუფლებას ეშინია რომ გაერთიანდნენ ყველა დაცალცაკებული ხალხი ლიბერალები კონსერვატორები ნეოფაშისტები ისინი ესენი ყველა დადგეს ერთ იდეოლოგიას აი მაგისი ეშინია და მანდ თუკი სულიერმა მამამ რომელიც ის არის პატრიარქი არ დაიწყო ისეთი ქმედებები საუბრები და ასე შემდეგ თუკი არ დაიწყო აზრი არ აქვს რა ჩვენ გავაგრძელებთ ესე ცხოვრებას ესე იმას და იერარქიების მიხედვით გადაეცემა ეს ქართული ოცნება თავის ბიზინა ივანიშვილის შვილებს და შვილიშვილებს და შვილთაშვილებს და აი ესეთი ის იქნება რა მოკლედ რა დროება დაგვიდგება და რავი აქ ხალხი დავიხოცებით კაცო და იგივე ჭაობში ვიცხოვრებ და ჩვენ აქედან ვიზახოთ რომ არა კაცო ან მათ პატრიარქმა ხალხს მოუწოდა მარტო ხალხი უნდა გავინძრეთ ამაზე და ასე და ისე და რაღაცა და ხალხი რამდენიც გაინძრა ეგეთ რაღაცებზე რა იმდენჯერ უკან ზურგი აქცია იმან რა ქვია ეკლესიამ და სული იმან რა ქვია საპატრიარქომ რა იმდენჯერ ზურგი აქცია ხო და ეხლა დროა მე მგონი რომ ვიღაცა ცოტა ისეთმა პიროვნებებმა დაიწყო რაღაცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ხალხს რაღაცა мотиваცია მისცენ რა ჯარში თუკი მეთაური არ დარბის ჯარისკაცთან ერთად იმ ჯარმა შეიძლება თუკი უწერია 5 კილომეტრის არბენი 3 ირბინოს 2.5 ირბინოს იცით თუკი მეთაური არ დარბის ჯართან ერთად და თუკი მეთაური დარბის ჯართან ერთად ჯარი 5 კი არა 10 ირბენს 10 ირბენს და მეთაური თუ ჩაიჩოქება ხელს მოკიდებენ და ისე წაიყვანენ რა მე კარგად ვიცი რა არის мотиваცია როცა პირი რომელსაც უყურებ რაღაცა გარკვეული იმედით შეხურებ და ის რომ შენ გვერდში გიდგას ფიზიკურად რო გვერდში გიდგას კარგად ვიცი და გამოცდილი მაქვს რაც არის და ბიჭო მე მე იმას ვერ ხვდები რა ესე საუბრით სადამდე მივალთ მე ვერ ხვდები დღე ცოტა გრძელი ვიდეო გამომივა ხალხო რა ეხლა კიდე ოჯახის სიწმინდის დღე და აი ეს აბორტებთან დაკავშირებული ამბები. ჯერ ყველა იმ საქონელი ქალი, რომელიც ამ აბორტებს აკეთებს
იკეთებენ, აი ზოგი ხო აი რისთვის იმაშრება, იცი აი რაღაცა მანდაც კი რაღაცა ორგაზმს განიცდიან ხოლმე და ზოგი ისეთი მანიაკია, რომ შეიძლება მაგიტო გააკეთოს რა. და ზოგი საერთოდ ეხა კი მესმის ვიღაცამ შეიძლება რაღაცა შვილის თემა და გაჭირვება და რაღაცა, მაგრამ ეგ არ ამართლებს გაჭირვება არ ამართლებს ბავშვის სიკვდილს. მაგრამ არც ის ამართლებს, რომ ხელი გავიშვიროთ მარტო ამ ხალხისკენ. ნუ მე გულისხმობ, რომელმაც შეიძლება გაჭირვების ნიადაგზე გაიკეთა აბორტი რა და მოდი გადავხედოთ რა ჩვენს წინა დედებს გადავხედოთ, ბებიებს გადავხედოთ, რამდენმა გაიკეთა აბორტი და რის გამო გაიკეთა? იმიტომ გაიკეთა აბორტები, რომ გაჭირვება იყო მაშინ და მაგიტო იკეთებდნენ აბორტებს. და ფიზიკურად ვერ არჩენდნენ იმ ბავშვს. ცოცხლა ისე და შობილი დაიღუპებოდა, ახალშობილი. ხო, ნუ არ არის რა თქმა უნდა ეგ ნორმალური საქციელი და ვინც მაგას გაამართლებს, ის საერთოდ დებილი ან გიჟი არის საერთოდ, მაგრამ მარტო რომ მხოლოდ იქითკენ იმას ვიზახით, რომ ხალხო, აბა აბორტები არ გაიკეთოთ, არაფერი არ გააკეთოთ, ეგრე და ამ ჭაობში იცხოვრეთ, ეგ არ შეიძლება რა. სახელმწიფომ დაეხმაროს ოჯახებს, შექმნა სუბსიდიები ბავშვებზე, კაცო. სამშვილიანებს დაურიგოს სახლები, მისცეს 4 შვილზე, 6 შვილზე მეორე სახლი აჩუქოს. ბინა აჩუქოს. კაი არ გადაუფორმოს. რომ ვიღაცამ არ ჩათვალოს, რომ მე თაღლითური გზით შეიძლება უცებ ვიღაცამ გაყიდოს, გადმოყიდოს ფული და არ გადავს სახელმწიფოს ბალანსზე იყოს ის მიწა იქნება თუ ქონება იქნება. არ გადაუფორმოს, კაცო. არ მისცეს. მაგრამ არა, სახელმწიფოს ეგ არ უნდა. არ საპატრიარქოს არ უნდა ეგ. საპატრიარქოს უნდა რომ უბრალოდ თქვას. ის იტყვის უბრალოდ, გაიგე და მე ხო თქვია რა და დანარჩენი თქვენი ცით და თქვენმა იმანო ადამიანობამ რა, ესე გეტყვის და ბიჭო, მარტო თქმა არ შველის მაგას რა. მარტო თქმა არ შველის რა. უნდა მოთხოვო, კაცო. უნდა მოთხოვო, აბა თორე ეხლა მე რავი, იმდენ რამეს ვიტყვი ადამიანო, რომ შეიძლება, რავი, ყველას ჩვენი ფანტაზიები და იდეები რა. ყველა ჩვენ ფიქრებში ვართ მილიარდელები და მილიონერები. მაგრამ საქმის კეთება ჩვენ თუ არ დავიწყეთ, ვიქნებით ყოველთვის ფანტაზიაში. და გააკეთონ ეს სუბსიდიები, გააკეთონ სახლები, დაურიგონ ახალ დაწყვილებული ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცენ. 40,000 ლარები, 50,000 ლარები გადა. კარგია, ბევრია, 20 მისცენ. მისცე სახელმწიფო. დეკრეტული შობულება, რაც ჩემი ფეხები არის, 2,000 ლარს აძლევენ ადამიანს, წარმოიდგინე. და 3 თვე ეტოვებენ უხელფასოდ რა. აი ხო მაგარი კანონია, 2,000 ლარს მოგიგდებენ. და 3 თვე ხარ უხელფასოდ რა ადამიანი რა. დეკრეტული შობულება, ეგ არის. თუ აი აქ რო ცხოვრობთ და მე აი კიდე რო იძახიან, რომ აბა რა ეხა ხალხმა უნდა ხალხმა რამდენი რამე უნდა გააკეთოს მითხარი. ხალხი აღარ არსებობს საქართველოში. მორჩა ხალხი. რამდენი უნდა გააკეთო მითხარი ამიხსენით კაცო. წავიდა ხალხი. დარჩება აქ ინდოელები და მორჩა ეგ არის ჩვენი საქართველო. არ მინდა ამ ქვეყნის დატოვება, მაგრამ ხანდახან ისე მეფიქრება, რომ მე მგონი მართლა ჯობია რომ აქედან წავიდე რა. ან აბდეისა რაღა ან თქვან და გააკე თუ კი მართლა ისეთი თემა არის და კორუფციის ამბავი ტრიალებს და რაღაცა დიდ იმებში რო არის ეს კორუფცია რაღაც მაღალი იერარქებში დაუშვან საშუალო ფენაშიც დაბალ ფენაშიც დაუშვან ასე თუ ისე ცოტა რაღაცებზე თვალი დახუჭონ რავი დახუჭონ ბარემ ესეთ სანაგვეში ვცხოვრობ და იქნება ქემაინც ვიღაცა კორუფციით პატარა ფული იშოვს კაცო ბარემ მოდი ესე მიუდგეთ საუბარს რა
ბიზნესის თავისუფალია, კი, მაგარი თავისუფალია. რამის გაკეთება რო გინდოდეს, აი პატარა რაღაცა მარკეტის ან ჯიხურის დადგმა რო გინდოდეს სადღაც ქალაქში, ნორმალურ ადგილზე, ანუ 3 რაც გიჯდება, ხარჯი აი ეგ რო ააშენო ან თუნდაც იქირაო, 3 ან 4 მაგდენი მარტო საბუთები და ის გინდა, რა ქვია, სირბილი გინდა მერიაში რო ირბინო და რაღაცები იქიდანაც ან დასტური მოგცენ, იქაც თუ შინაური არ ყავს, ჩათვალე დარწეული. კაკ. მაგარი ქვეყანაა, კი, ძალიან მაგარი ქვეყანაა არის, კი, ძალიან რა. ვის უნდა აბორტის გაკეთება ეხლა რომელს არ უნდა შვილი ეხლა ხო ყველა ავანტყოფი ხო არ არის რა რას დაამსგავს ეს კაცო ქვეყანა და კიდე რო აქეთ ხალხს მოუწოდებენ რომ იცი რა თქვენ უნდა გაინძრეთ და თქვენ უნდა გააკეთოთ ეხლა და თქვენ უნდა იქნეთ შეწირულები და მერე ჩვენ პირში წყალს ჩავიგუებთ კარგად ვიცით ეგ ამბავი კარგად აღარ არის საჭირო ეგეთი რაღაცების ლაპარაკი. აღარ არის საჭირო. კარგით, ამის თქმა მინდოდა მეგობრებო და რავი. მე არ ვიცი ხა მე ზოგადად არავის იმედი არ მაქვს. თუ კი აქ ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ მოიღო თვითონ საეკლესიო ეკლესიამ, საპატრიარქომ და პატრიარქმა ხმა და არ დაიწყო მხილება ამ გარკვეული რაღაცებს ისე აზრი არ აქვს არაფერს კაცო ორ პარტიების უკვე ახსენ მორჩა რა აღარ მჯერა მორჩა ანუ არავისი აღარ მჯერა ეგ არის რა უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯები საპატრიარქო მე თუ მკითხავ რა ეგ არის და ეგ კარგით აბა ვინც მეთანხმებით დამიწერეთ კომენტარებში